პარიზში ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციაში ქართული ღვინის გამოფენა დეგუსტაცია მოეწყო. გამოფენაში 7 ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა. ქართული ღვინის დეგუსტაციას 300-მდე სტუმარი, ღვინის სპეციალისტები, დიპლომატები და ჟურნალისტები დაესწრნენ. 1993 წლიდან საქართველო ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია. ცნობილი ადამიანები, პროფესიონალები შეიძლება ღვინო კარგად შეაფასოს და ეს ადამიანები ჩვენთან გამოვხანოთ შემდეგ ერთად თელესეფირში ქართული ღვინოზე ხმა მოეწონა სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა საინტერესო ადამიანებს. Très longue tradition viticole. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ღვინის წარმოების დიდი ტრადიციები აქვს. უფრო მეტიც საერთოდ ღვინის ცივილიზაციის წარმოშობაც საქართველოს უკავშირდება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველო ვაზის აკვანია. სწორედ ამ ძველმა ტრადიციებმა განაპირობეს, რომ დღეს ქართული ღვინო ასეთი კარგი ხარისხისაა. ქართული ღვინო ცნობილი და აღიარებულია და დღევანდელი აქციაც მის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას ემსახურება ორი მიმართულებით, კომერციული და სარეკლამო. Cette opération, c'est une opération. ეს გახლავთ პროფესიონალების პლატფორმა, ეს არ არის მხოლოდ მოყვარულები ღვინის, არამედ ესენი არიან პროფესიონალები. ამ მათგანებს იყო ძალიან დიდი სურვილი, რომ ესეთი ღონისძიება, ეს დეგუსტაცია გავუკეთებინა ქართული ღვინის და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ქართული მხარე საქართველოს ღვინის სააგენტო საკმაოდ აქტიურად ჩაერთო.